მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში ძაღლს ცოფი დაუფიქსირდა ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვეუბნებიან, რომ ძაღლი რამოდენიმე დღის წინ მელამ დაკბინა, ხოლო ძაღლს არც ერთ ადამიანისთვის არ უკბენია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სოფელში დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები, ცხოველების ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები და ზედამხედველობა. აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაციის, ვაქცინაციის პროგრამა. მერმა ილია საბაძემ ჩვენს კითხვას არ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველოში ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალციხეში თაყაიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის ატრაქციონის და ტრენაჟორების მოწყობა იგეგმება, რისთვისაც 400.000-მდე ლარია გამოყოფილი. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით თაყაიშვილის ქუჩა ნომერ 90-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული მოედნის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, სპორტული ტრენაჟორების, საქანელების და მულტიფუნქციური ატრაქციონების მოწყობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით თანხის ნაწილი ადგილობრივი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თუთის არაყი, ბაქმაზი, ჰალვა. თუთისგან დამზადებული სხვადასხვა ნუგბარის დაგემოვნება შეგეძლოთ ახალციხეში. ახალციხე ინის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თუთის ფესტივალი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ნათია ტაბლიაშვილია. ტაბლიაშვილის თქმით, ფესტივალზე გარდა თუთისგან დამზადებული მესხური ტრადიციული ნაწარმისა, გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებიც. ტაბლიაშვილი ამბობს, რომ გეგმავს ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად აქციოს. თუთას დიდი ხანია ვაწარმოებთ, მაგრამ არ ქონდა ესე მასიურად გაყიდვაში. ნატურალური პროდუქტია, ვაწარმოებთ არახს, ბაქმას, ყლაფს და ასე შემდეგ. და ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ არის ნატურალური. მხოლოდ ოჯახებში მზადდება, მე როგორც ვიცი, არ არსებობს საწარმო ამისი, თუ არ ვწდები. და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ამის წარმოება, იმიტომ რომ მხოლოდ მესხეთში მზადდება თუთა და არ გამიგია, რომ სხვა რეგიონში მზადდებოდეს თუთისგან რამე საწარმოებდნენ. წარმოდგენილი არის თუთის ნაწარმი, ბაქმაზი, თუთის ჩურჩხელები, თუთის ტყლაპი, თუთის არაყი, ტკბილეული, რომელიც ასევე თუთისგან არის დამზადებული, კონკრეტულად მესხური ჰალვა. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმით, რომ მოგეხსენებათ, თუთის კულტურა არის მხოლოდ მესხეთში. საქართველოს არც ერთ რეგიონში არ არის თუთის კულტურა ესე განვითარებული როგორც აქ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს, მისი მასშტაბები უფრო გაიზრდება და შესაბამისად საზოგადოებას და მთელ საქართველოს გავაგებინებთ, რომ აქ არის უნიკალური თუთის კულტურა, სადაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდნენ, დააგემოვნონ და შესაბამისად იცოდნენ თუთის ნაწარმის გემო. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.